ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ არანაირი საჭიროება არ ქონიათ თურმე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს და ყველაფრით უზრუნველყოფილი იყვნენ. მე უბრალოდ შეგახსენებ დიუშენის სინდრომის მქონე 21 წლის ბექა შონიას ინტერვიუს, სადაც ის ყვება შემდეგს. მეორე ოთახიც ჰქონდა, მაგრამ გავყიდეთ აპარატის გამო. ორჯერ შევიტანეთ განცხადება ჯანდაცვაში, მაგრამ უარი გვითხრეს. მოგვიწია სახლის გაყიდვა. სხვა მშობელი აი ამ რუსთავიორის ქარდის ქვეშ წერს კომენტარს. რომ არა კეთილი ადამიანების დახმარება, დღესაც ოთახში იჯდებოდა ჩემი შვილი, ჯერ კიდევ მოლოდინში ვართ ეტლის, რომელსაც საფრანგეთიდან უგზავნის ერთი კეთილი ადამიანი. შეუქმენი სივრცე და ვუყიდე საჭირო ნივთები. ლოგინი. გათენება არ უგძნია ბავშვს. ჯოჯოხედად აქვს ქცეული ყოველი ღამე. და რას წერთ, რომელი ყავთ უზრუნველყოფილი? ერთი რეპორტაჟი გაგეკეთებინათ რომელიმე ბავშვის ერთ დღის ცხოვრებაზე. მეცაც გეტყვით, თუ ეტლებზე და შშმ პირებზე ვსაუბრობთ, გაგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ აიღო ვალდებულება, რომ უკვე ყველა მეტრო სადგური და საბავშვო ბაღი დიდი ხანია უნდა ყოფილიყო ადაპტირებული. ანალოგიურად არის შშმ პირების დახმარე საშუალებების პროგრამაც და კიდევ მრავალი სხვას, რომელიც ან წლები არ მიეწოდებათ მშობლებს, ან კიდე ზოგმა მშობელმა საერთოდ არ იცის ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ. და ბოლოს, ერთი კითხვა მაქვს. თუ ყველაფერი ქვეყანაში ასე კარგად არის, რატომ გარბიან მშობლები საზღვარგარეთ ევროპაში და რატომ ბარდებიან ტოლვილებად და იგონებენ 1000 გზას, რომ საკუთარი შვილების სიცოცხლე გადაარჩნონ?